ახლა ისეთი ამბავი უნდა მოგიყვე, რაც შეიძლება არ იცოდე. ძველად ქრისტიანობამდელ საქართველოში ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ყველაფრის გამგე და გამკითხავი იყო უზენაესი ღმერთი, მორიგე ღმერთი, მომრიგე და გამრიგე ღმერთი. მას თავის მხრივ ყავდა ღვთისშვილები. მაგალითად, თეთრი გიორგი, კოპალა იახსარი, მე მგონი ყველას გაგუდია. ორივენი ღვთისშვილები იყვნენ და ასევე იყო კვირია. კვირია იყო კაცთა შორის მავალი ღმერთი ან ზოგიერთის გადმოცემით და რწმენით ასევე ღვთისშვილი, რომელიც მაკავშირებელი იყო ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომელსაც შესთხოვდნენ, რომ ღმერთისთვის ეთხოვა მშვიდობა, ბედნიერება, ოჯახის სიმრავლე, საქონლის და პურღვინოს სიმრავლე და მომავლის რწმენა. კვირიას სახლი შეიძლება ყველგან ყოფილიყო, ამიტომ მას მოკარვე ღმერთსაც უწოდებდნენ. შეიძლება პატარა მღვიმესა თუ გამოქვაბულში ქონოდა ბინა, ან ნიში, პატარა სალოცავი, რომელიც ამზე უამრავია განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ძველი სოფლის ბოლოებში, მთის ქიმთან, იქიდან საიდანაც მთელი არემარე კარგად ჩანს, ვენახის ან კალოს ბოლოში შეიძლება ყოფილიყო. იქ სადაც ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებოდათ მშვიდობა და კეთილდღეობა. გაზაფხულის ამ პერიოდში, მაშინ როცა განახლება და გაცოცხლების ზეიმი იყო, დაახლოებით ისეთივე როგორც დღევანდელი მორწმუნეთათვის არის აღდგომა, ხალხი ზეიმობდა კვირიაობას, კვირაცხოვლობას. ჩვენი წინაპრები თურმე ახლად შემოსილ მწვანე ტოტებს ამტვრევდნენ ხეებს და პატარა ქოხებს აშენებდნენ თავიანთ სახლებთან. თითქოს იქ იწვევდნენ კვირიას, რომ მათ სახლში, მათ მიწაზე და მამულში ყოფილიყო მშვიდობა, ბედნიერება და სიმრავლე. საოცარი ქვეყანა გვაქვს. ცოდოა ამისი განადგურება და ტურისთვის მიგდება. არავინ უნდა დაუშვდეს. წყალობდეს კვირია ცხოველი.